მე-20 საუკუნის დასაწყისში მანჰეტენი მარტოხელა ნიუ-იორკელი მამაკაცების საყვარელი სასეირნო ადგილი გახდა. ისინი კონკრეტულ ადგილებში ჯგუფებად იკრიბებოდნენ და სეირს ელოდნენ. ელოდნენ, როდის დაუბერავდა ქარი და რომელიმე გამვლელ ქალს კაბას აუფრიალებდა. არა და მერწმუნეთ, უამრავ ქალაქში ვარ ნამყოფი და ნიუ-იორკზე ქარიანი ქალაქი მე არ მინახავს. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქარის მიერ აფრიალებული კაბებისადმი ინტერესი არ ნელდებოდა და მხოლოდ 60-იან წლებში მინელდა. თუმცა იქამდე ეს პიკანტური გასართობი მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად კადრად შევიდა, როდესაც კაბა თვით მერლინ მონროს აუფრიალდა. Oh, do you feel the breeze from the subway? Isn't it delicious? 1954 წლის 15 სექტემბრის ღამეს ლექსინგტონ ავენიუსა და 54 ქუჩის კუთხეში აუარება ხალხი იყო შეკრებილი. სწორედ ამ ადგილას იღებდნენ ყველაზე ცნობილ ეპიზოდს ფილმისთვის 7 წლის თავზე. ქერა თმიანი ქალი დგას სავენტილაციო ცხაურზე, საიდანაც დაბერილი ჰაერი მას კაბას უფრიალებს. Oh, you feel the breeze from the subway? Isn't it delicious? Sort of cools the ankles, doesn't it? What do you think would be fun to do now? Cut! საერთოდ სავენტილაციო ცხაურები ნიუ-იორკის ქუჩებში ჩვეულებრივი მოვლენაა. ისინი არიან ყველგან, სადაც მეტროს ხაზი გადის და მეტროს მატარებლის ჩავლისას წარმოქმნილი ჰაერის ნაკადი უბერავს ამ ცხაურებიდან და კაბებს აფრიალებს ხოლმე. ხოდა სწორედ ასეთ ადგილას იდგა მერლინი. ოპერატორი კი საუკეთესო კადრის დაჭერას ცდილობდა. შესაბამისად, ბევრი დუბლის გადაღება გახდა საჭირო, რასაც სეირის მაყურებლები ცხადია უზომო კმაყოფილებით ადევნებდნენ თვალს. მერლინ მონროს კაბას მიუბრუნდებით, ახლა კი გადავინაცვლოთ წარსულში, ამ ამბიდან კიდევ 50 წლით უკან. 1904 წელს მე-5 ავენიუს და 23 ქუჩების კვეთაზე ახალი ცათამბჯენი აღმოცენდა. ეს იყო განთქმული Playtron building-ი. უთო, როგორც მას ეძახიან. ეს არის სამკუთხედის ფორმის შენობა და კონსტრუქციის ამ თავისებურების გამო ქუჩებს არათუ იცავდა ქარისგან, არამედ პირიქით, ორპირ ქარს აძლიერებდა. მცირე სიოსკი Playtron building-ის სიახლოვეს ძლიერ ქარად იქცეოდა ხოლმე და ქალები, რომლებიც იქ მიდიოდნენ, იძულებულები იყვნენ კაბები ხელით დაეჭირათ. ეს მამაკაცებს ახალისებდათ. არადა ეს პრესტიჟული ადგილი იყო. კაბა აფრიალებული ქალების სანახავად თავშეყრილი მამაკაცები კი პირიქით, სრულიად არაპრესტიჟულად გამოიყურებოდნენ და პოლიციელებს გამუდმებით უხდებოდათ მათი იქიდან გაყრა. 23 Skidoo. ასე უყვიროდნენ კოპები მოქალაქეებს, რაც ნიშნავს დაახვიეთ 23 ქუჩაზე. და ეს ფრაზა იმდენად დამკვიდრდა ამერიკულ სლენგში, რომ როცა სურთ ვინმეს დაახვევინონ, დღესაც ასე ეუბნებიან 23 Skidoo. იმავე პერიოდში ნიუ-იორკში გაჩნდა მეტრო. ნიუ-იორკს თუ იცნობთ, ეს არის გვირაბების უზარმაზარი ქსელი და ეს გვირაბები კი სულაც არ არის ღრმად გათხრილი და ვენტილაცია პრიმიტიული საჰაერო ცხაურებით ხორციელდება. ხოდა იმ ეპოქის ნიუ-იორკელმა უსაქმურებმა ქარზე უკეთესი გასართობი იპოვეს. ქვემოდან დაბერილი ჰაერი კაბებს კიდევ უფრო უკეთ აფრიალებდა. და დავუბრუნდეთ მერლინ მონროს. 1954 წლის 15 სექტემბრის იმ ღამეს გენიალურმა ბილი უაილდერმა კაბის აფრიალების 14 დუბლი გადაიღო. თუმცა არც ერთი მათგანი არ მოეწონა და საბოლოოდ ფილმისთვის ეს სცენა ჰოლივუდის პავილიონში გადაიღეს. ამ ფილმმა მერლინს უზარმაზარი წარმატება მოუტანა და მის ბედზეც სერიოზული ზეგავლენა მოახდინა. A popular Broadway New York theater radiates glamour for the sneak preview of the CinemaScope version of The 7-Year Itch and the birthday of its star, the incomparable Marilyn Monroe, who thrills the theatrical district with a personal appearance escorted by the great Joe DiMaggio. Miss Monroe wears a short, tight-fitting evening dress molded to the figure with the popular V neckline. იმ ღამეს სცენის გადაღების საყურებლად შეკრებილ უსაქმურ მამაკაცებს შორის იდგა ბეისბოლის ვარსკვლავი ჯო დიმაჯოც. ერთადერთი მამაკაცი იმ ბრბოში, რომელსაც სულაც არ აღაფრთოვანებდა მერლინის ფეხების სქერა, რადგან ჯო დიმაჯო მერლინის ქმარი იყო და თან პათოლოგიურად ეჭვიანიც. Everywhere you look at it, you lose. Where have you gone, Joe DiMaggio?
A nation turns its lonely eyes to you. Ooh, what's that you say, Mrs. Robinson? Jolton Joe has left and gone away. Hey, 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 hey. ხოდა იდგა ჯო ამ მამაკაცების გარემოცვაში და ისმენდა უხამს კომენტარებს საკუთარი ცოლის მიმართ. რა მოხდა იმ ღამეს ჯოდი მაჯოს და მერლინ მონროს საცხოვრებელ სახლში, დეტალები უცნობია. თუმცა რთული გამოსაცნობიც არ არის. ამ სცენის გადაღებიდან 2 კვირის შემდეგ მერლინ მონრომ განქორწინება მოითხოვა. ახლა 21 საუკუნეში მეტროდან ამოსული ჰაერის ნაკადი მხოლოდ ტურისტებს აინტერესებთ, რომლებიც ისტორიული კადრის გამეორებას ცდილობენ. შიშველი ფეხებით ნიუ-იორკში დღეს უკვე ვეღარავის გააკვირვებ. ის კაბაკი, რაც გადაღებისას მერლინ მონროს ეცვა 2011 წელს აუქციონზე $4.5 მილიონ გაიყიდა. ინგლისელი ჰენრი ტრიგი მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა. რამე განსაკუთრებული დამსახურებები არ ქონია, თუმცა მისი სახელი ისტორიამ უცნაური დაკრძალვის გამო შემოინახა. მას ჰქონდა ფობია, რომელიც ახლა ალბათ უცნაურად ჩანს, თუმცა იმ ეპოქაში სავსებით ახსნადი იყო. ტრიგს ეშინოდა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული ანატომიური კვლევებისთვის ექიმების ან სტუდენტი მედიკოსების ხელში აღმოჩნდებოდა. როდესაც ადამიანი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდება, ხოლმე ეს საშინელებაა, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, როდესაც ასეთი რამ ბავშვს ეხება. 11 წლის ამერიკელ გოგონას ტერი ჯო დიუპეროს წარმოუდგენელი ტრაგედია გადახდა თავს, რასაც ზრდასრული ადამიანის ფსიქიკას ვერ გაუძლებდა. კვლელმა მისი ოჯახი დახოცა და გოგონა სრულიად მარტო აღმოჩნდა ღია ზღვაში. სოფლიოში უამრავი ნივთია, რომელიც რაღაც მისტიკური ისტორიების ბურუსშია გახვეული. სარკეები, რომლებსაც უბედურება მოაქვთ, ნახატები, რომლებიც ხანძარს აჩენენ. ძვირფასეულობები, რომლებსაც საგვარეულო წყევლა ახლავს თან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუმცა სოფლიოში არც ერთ ნივთს არ უკავშირებენ იმდენ სიკვდილს, რამესაც ერთ ჩვეულებრივ ხის სკამს, რომელიც პატარა ბრიტანულ ქალაქ კრიგბის პაბში ინახება. ბაზბის სკამი ასე ეძახიან ავეჯის ამ ელემენტს და ახლა ის პაბის კედელზეა ჩამოკიდებული.